პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 3 სექტემბერს ფუნიკულორზე ავარია მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით უბედურ შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. ექიმების განცხადებით დაშავებულთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარის შესახებ საუბრობენ მოქალაქეები. ლისაბონის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ ეს ტრაგედია სავარაუდოდ გაუფრთხილებლობის გამო მოხდა. ის მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამსახურები ვაგონების გამართულობას სათანადოდ არ ამოწმებდნენ. თუმცა ოპერატორი კომპანია კარისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა საჭირო ტექნიკური შემოწმება დროულად ტარდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში სავარაუდოდ არ ხდებოდა სათანადო შემოწმება და ზოგადად ფუნიკული ორი დიდი დატვირთვით მუშაობდა. შესაძლოა იყო რაიმე ტექნიკური ხარვეზი. მედიკოსების განმარტებით დაშავებულთაგან 5 მძიმე მდგომარეობაშია, მათგან ერთ-ერთი ბავშვია. ექიმების ინფორმაციით დაშავებულთა და დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც. ბრაზილიელი ტურისტი მარტა აუსენსაუ მედიასთან ყვება, რომ იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ვიღაცა მირჩია ამ ტრამვაით მგზავრობა. ზუსტად არც კი ვიცი რა ქვია. ძალიან დაყლილი ვიყავი და სახლში წასვლა ვამჯობინე. ჩაჯდომიდან მალევე გავიგე სირენების ხმა და უკვე მივხვდი, რა საშინელებაც მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარი ქალაქის უახლეს ისტორიაში ყველაზე საშინელ უბედურ შემთხვევად შეაფასა. ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.